გამარჯობა გინაცვალეთ, გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ მოგონდა? ხარდა თქვენი გაცნობა. ძალიან პოპულარული ხარ TikTok-ზე, იცით? რა ვიცი, აბა, რაღაც დროს ჩემი პოპულარობა. 85 წლის ცისანა იაკობიძის თავგადასავალმა სოციალურ ქსელში გული უამრავ ადამიანს გაუთბო. რა ვარი თავი აგდით უკვე? ზოგადად ჩემი ბიჭი მეხმარება ინაცვალები. შვილიშვილის მიერ გადაღებულმა ამ TikTok ვიდეოებმა კი უკვე ათასობით ნახვა დააგროვა. ამიტომ ჩვენც მის ახლოს გასაცნობად თბილისიდან, ჭიათურის სოფელ ზემო ითხვისში ჩამოვედით. თქვენთვის არ ცალია გენაცვალი ახლა მე. მე ხაჭაპურზე უნდა გიქცე იქ მეწვის. აუ, დამწვარა. გარიმად ერთ ხაჭაპურს ეჭამთ. იმერელი დიასახლისის სულ ფუსფუსშია. ჩვენს ჩამოსვლამდე სოფლის ნახევარი საქმე უკვე მოილია. ეზოს ბაღბოსტნის საქონლის მოვლა, კითხვა და ინტერნეტ ამბების გაცნობაც მოასწრო. ნუ ხართ მორცხვები. ხოჭია. ესე იწყება ჩვენი დილა. ორი დრო ხამყავს უნდა მოვწველო. ხვები დავაპურო და ნუ ესაა და მე შემოვდივარ სახლში, ყველი უნდა მოიყვანო, რაღაცას მიხედო ოჯახში. მე ტელეფონთან მიდივარ, უნდა გავიცნო ეს ვინ რა დაწერა, როგორ არის. კითხულობთ ხოლმე კომენტარებს რო გიწერენ. ერთსაც არ გაუშვებ. მარტო ჩემზე კი არა. საერთოდ მაინტერესებს აზრი ხალხის როგორია. მე მაგ სამუშაო ჩვენი სკოლის ისტორიას ვადგენ და იქ უზარმაზარი შრომა მიხდებათო და არ იყოს და განტვირთაც მჭირდება ხოლმე. პროფესიით ისტორიკოსი და ყოფილი პედაგოგია. მთელი ცხოვრება ბავშვებს, სწავლას და შრომას მიუძღვნა. არც ტექნოლოგიურ პროგრესს შეუშინდა. ოჯახში Facebook-იც პირველმა მან გააკეთა. მე 85 წლის ქალი. მეზობელიც რომ შემოვა. თან საუბრობ, თან ტელეფონში ჩავჩერები ვარ. ახლა სოფლის სკოლის ისტორიაზე ინფორმაციას ინტერნეტით იძიებს. ახლა მესენჯერი გავხსნათ. მასალებს მესენჯერში უგზავნიან. მესენჯერს წერენ ხოლმე Facebook-ში. რა ვარავეთ. მე დაიწყო პოლიტიკა კამპანიაზე. ისეთი ტელეფონებია თვითონ გეუბნება. ასე მომეკეციო და მე კიდე ძლევ ყველაფერს რა. ამავე დროს კითხვა მიყვარს ძალიან. მე განსაკუთრებით მიყვარს ფრანგული მწერლობა. ბალზაკი, შესანიშნავი. ჰიუგო, საბრალონი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეს. ამას უფრო ვეტანები თავისუფალ დროს შეიძლება არ მომწყდეს საკითხვა. მაგრამ დღემდე კითხულობთ უსათვალოდ, მე ვიცი. ვერ ვეგუები სათვალეს. ეს მისი კოლექციაა. მთელი ცხოვრება ნაგროვები, ერთი შეხედვით უბრალო ღილების. წარსულის ყველაზე თბილ მოგონებებს რომ ინახავენ და ყვებიან ამბებს ადამიანებზე. გვიყვება რომ 1100-ზე მეტი ღილი ცოტა ხნის წინ ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს უსახსოვრა, რითიც განსაკუთრებულად ამაყობს. ბავშვობიდან ვაგროვებდი ხოლმე ღილებს. მე ნანებოდა ახლა ლამაზი ღილები რომ იყო და მქონდა შეგროვილი. თუ მომეწონება ღილები მე სტანზე კი ვეტყვი ხოლმე რომ დაძველდეს ერთი ღილი მე უნდა მომცეთ თქო. ეს ბავშვური ცოტა რომელიც არის ჩემი შვილიშვილის მოცემულები არიან. ესენი უფრო ასაკოვან ქალებს გამოვართი. ნახე? ეს ეყერა ბავშვების კოსტიუმებს. აი, ეს ვარსკვლავიანი? ხო, ეგ იყო ადრე ფორმა. პიონერთან. ეს შვილო შალბალახა არის. მისი კიდევ ერთი გატაცება ფიტოთერაპიაა. სამკურნალო მცენარეებს საკუთარი ხელით კრებს და წამლებს ამზადებს. მაქვს კარაბადილები ძველი, ბევრნაირი ბალახებს ვაგროვებ. აგერ მაქვს გარეული პიტნა, რომელიც უნდა შეურვიო, როცა ვამზადებ ღვიძლის წამალს. შავბალახა არის, უშვილობა მყავს მორჩენილი. და ბალახეული თუ მცენარეები თუ მკურნალი. სახლში უამრავი წიგნი აქვს, თუმცა მისთვის ყველაზე ძვირფასი ამ მაგიდაზეა, სადაც საკუთარი ოჯახის შემოქმედებითი სამყარო გააერთიანა. მეუღლე წერდა, შვილები გაიზარდნენ, ისინიც ყველა წერდნენ. მეც პოეზიის მოყვარული ვარ და მეც ვწერ. დამაინტერესა რომ გამოგვეცა საოჯახო კრებული. პოეზიის შუქი ოჯახად. შიგნით ჩართული ნახატები. ჩემი შვილის ასმათისი არის. შვილის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების ახალ მიზნად მისი ჩანაწერების წიგნებად გამოცემა აქცია. 82 წლის ასაკში მიმობნეული ხელნაწერები სულ ხელით გადაათეთრა და საკუთარი ვაჟის, პაატა გვარუციძის ავტორობით გამოსცა წიგნები, მოხეტიალეს დღიურები, თორღვაის ლანდი, საბავშვო მოთხრობები თუ სხვა კრებულები. როცა ის გარდაიცვალა, დავდეფიც იმის ცხედართან, რომ მე მათხოვრადაც რომ ყოფილიყავი,
უნდა გამომეცა მისი ნაშრომები. ფული ამიკრიბეს ახალგაზრდებმა პალატას მეგობრებმა და მე გიორგი დაგვეხმარა დვალაშვილი. მაგრამ ყველას არ ფიქრობდი, თავარი აქცენტი მქონდა გადატანილი რომანზე. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ნაშრომი და უდიდესი ნაწვალები. მაგრამ მე მოხდა ისე რომ პირველი წიგნი არის ლექსების კრებული, მთას მონადრებული პოეტის ლექსები, როცა უკვე ვფიქრობდი, რასათაური მიმეცა მე ამ წიგნისთვის, მაშინ წავაწყდი ყდაზე, ხანი მაზე დაჭირდა ხოლმე, ხანი მაზე ახლა დაღლილი მაღალოდან მოსული და ახლა არაფერი აღარ მენანება, აღარც ოცნებები თეთრად დანაფერი, თები მენატრება, თები მენატრება, თები მენატრება, მეტი არაფერი. დიდი ტკივილის მიუხედავად ფარხმალი არ დაუღრია. არც დროს გარგავს ფუჭად და ამბობს, რომ ვიდრე ცოცხალი ხარ, შეგიძლია ყოველი ახალი დღე, ახალ შესაძლებლობა დაგციო. აი რა არის თქვენი თავარი სურვილი დღეს და რას ეთყოდით ახალგაზრდებს? წიგნიერება, წიგნის სიყვარული. ნუ არ ყოფენ წიგს ტელეფონის ბარობით. დიდებული ქალბატონი არა ხო დამეთახმები. და მინდა რომ დიდი სიყვარული გაუგზავნოთ ჩვენი სტუდიიდან და ვუსურვოთ დიდხანს ცხოვრება, ჯანმრთელად ყოფნა და თავის საყვარელი საქმეების კეთება ძალიან დიდხანს. რითაც ბევრ ქართველს ახარებს. ნამდვილად